მოგესალმებით. ვიდრე საფონდო ბირჟებზე არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ, უნდა დავიწყოთ საუბარი ენერგეტიკულ ბირჟებზე, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილება ჰქონდა სულ-მცირე იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დიდი ალბათობით დასასრულს უახლოვდება და ამაზე სერიოზულად მოახდინა გავლენა, აი ამ ფაქტმა სერიოზულად მოახდინა გავლენა ფასებზე. დღის განმავლობაში, როგორც ხედავთ, კლება გვაქვს ბრენტის შემთხვევაში 1.9% თითქმის და ამჟამად ის ივაჭრება $62, კლება გვაქვს ასევე WTI შემთხვევაში, რომელიც $47.9 ივაჭრება და რადგან კვირას ვასრულებთ, უნდა ვახსენოთ, რომ მთელი კვირის განმავლობაში კლება გვაქვს საშუალოდ 3.4%. უნდა ვისაუბროთ ასევე ბუნებრივ აირზე, რომელიც ამჟამად არის მეგავატ-საათის ღირებულება ცხადია არის დაახლოებით €20 და კვირის განმავლობაში ასევე გვაქვს დაახლოებით 3.9%-იანი კლება. ოქროზე საუბრის გარეშე ცხადია ვერ ვისაუბრებთ ზოგადად ენერგეტიკულ ბირჟებზე. ამჟამად უნციის ფასი თითქმის არის $4,100, სამაგიეროდ წლის განმავლობაში ზრდა გვაქვს 50%, ვერცხლის შემთხვევაშიც გვაქვს ზრდა, ამ შემთხვევაში მისი ზრდა წლიური არის თითქმის 60%. ასევე უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ კომპანიებზე. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საქართველოს ბანკსა და TBC ბანკზე. საქართველოს ბანკს აქვს შესანიშნავი შედეგი, ამჟამად ზრდა არის 1.65%. რაც შეეხება TBC ბანკს, TBC ბანკის შემთხვევაში კვირის განმავლობაში ნამდვილად არ ჰქონდა საუკეთესო შედეგი, როგორც იცით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო TBC-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს მთლიანი კვირის განმავლობაში უარყოფითად აისახა, თუმცა მხოლოდ მცირედი ზრდა გვაქვს, ისიც 18 რიცხვიდან მოყოლებული, ჯერჯერობით რთულია რა თქმა უნდა იმის თქმა, როგორ შეიცვლება ვითარება, თუმცა TBC ჯერჯერობით ახერხებს ზრდას. ასევე უნდა ვისაუბროთ საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, რომლის შესახებაც ტრადიციულად განაახლა მონაცემები ეროვნულმა ბანკმა. საქართველოს ეროვნული ვალუტა ყველა ძირითად ვალუტასთან გამყარდა, განსაკუთრებით გირვანქა სტერლინგთან, სადაც 0.65 თეთრის ზრდა გვაქვს. დოლარის შემთხვევაში გვაქვს 2.70 კურსი, ევროს შემთხვევაში 3.11, ხოლო გირვანქა სტერლინგის შემთხვევაში 3.53. ასევე უნდა ვისაუბროთ Foresight Investment Group-ზე, Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც გაძლევთ საშუალებას დააბანდოთ თანხა ლარში, მიიღოთ სარგებელი და შექმნათ დოლარი. ანგარიშზე $50,000-ზე ნაკლების ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა, როგორც ეკრანზე ხედავთ, აჭარბებს 9%, ხოლო $50,000-ზე მეტის ქონის შემთხვევაში არის 10% და 25%. მე ასეთი ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც ანგარიშზე გერიცხებათ ყოველდღიურად, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. ახლა კი უნდა გადავიდეთ იმ სექტორებზე და იმ ბირჟებზე, სადაც მნიშვნელოვანი ძვრები იყო კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით უნდა ვახსენოთ კრიპტოინდუსტრია, რომელიც ფაქტობრივად ჩამოიქცა მთელი კვირის განმავლობაში. თუ კვირის დასაწყისში 3 ტრილიონს სერიოზულად სდებოდა საერთო კაპიტალიზაცია, ახლა ის 2.940 მილიარდია, 24 საათის განმავლობაში გვაქვს 4.3%-იანი კლება და ბიტკოინი თუ კვირის დასაწყისში 100,000-თან იყო, უკვე მხოლოდ დღეს 10,000-ით შემცირდა და მისი შეფასება არის ახლა $84,000. ბოლო 24 საათში გვაქვს 3.6%-იანი კლება, ხოლო ერთი კვირის მაჩვენებელი არის თითქმის 14%. რაც შეეხება ეთერიუმის შემთხვევაში გვაქვს 15%-იანი კლება და ცხადია კვირის მასშტაბით და ამჟამად ის ივაჭრება $2,754. რაც შეეხება საერთო კაპიტალიზაციას, ეთერიუმის შემთხვევაში გვაქვს 326 მილიარდი, ხოლო ბიტკოინის შემთხვევაში 1.661 მილიარდი. ასევე უნდა ვისაუბროთ აზიურ და ევროპულ ინდექსებზე, რომლებზეც ძალიან უარყოფითად აისახა ბოლო პერიოდში ის პანიკა, რაც ფიქსირდება საერთოდ გლობალურ ბირჟებზე. ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის შეფასება, როგორც ეკრანზე ხედავთ, არის შემცირებული 0.35%-ით, შანხაის ინდექსს აქვს სერიოზული ვარდნა 2.45%-იანი, ხოლო ნიკეის შემთხვევაში დაახლოებით იგივე შედეგი გვაქვს 2.41%-ი და ასევე უნდა ვისაუბროთ ამერიკულ ინდექსებზე, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს სერიოზული ცვლილებები და თუ გასული სავაჭრო სესია
ძალიან ცუდი იყო და ზოგადად კვირა იყო ცუდი იმ თვალსაზრისით, რომ კლება გქონდა. ამჟამად მეტნაკლებად დასტაბილურებული არის ვითარება, S&P 500-ის შეფასება არის ამჟამად გაზრდილი 1.18%, Dow Jones-ის შემთხვევაში გვაქვს 1.38, ხოლო Nasdaq-ი აფიქსირებს 1%-იან მატებას და ბოლოს უნდა ვისაუბროთ ზოგადად იმ უმსხვილესი კომპანიების შესახებ, რომლებიც არიან წარმოდგენილი მსოფლიოში და რომელთა შეფასებაც კვირის განმავლობაში ნამდვილად არ გაზრდილა და ეს თავიდან ბოლომდე არის დაკავშირებული სპეკულაციებთან დაკავშირებული ეცვთან, რომ AI-ის მიმართულება და ის ინვესტიციები, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, რეალურად არის სპეკულაცია და არსებობს საფრთხე, რომ ამ კომპანიების შეფასება ხელოვნურად იყოს გაზრდილი და რადგან ხელოვნურად არის შეიძლება იყოს გაზრდილი მათი შეფასება, არსებობს რისკი, რომ ამ კომპანიების შეფასება უბრალოდ ერთიანად დაეცეს, რეალურად ის ინვესტიციები, რაც იდება, იყოს არაპერსპექტიული, არამომგებიანი და გამოიწვიოს კოლაფსი. თუმცა ამჟამად ვითარება მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებით Apple-ის შემთხვევაში, რომელსაც დღის განმავლობაში აქვს 1.9%-იანი ზრდა, Nvidia-ს აქვს მხოლოდ 0.9%-იანი კლება, Google-ს, რომელიც Alphabet-ის სახელით არის დალისტული ამ შემთხვევაში, აქვს 2.66%-იანი მატება, სერიოზული მატება სხვა მხრივ, სხვა კომპანიების შემთხვევაში არ შეინიშნება, გვაქვს 1.72%-იანი კლება Broadcom-ის შემთხვევაში, ასევე Microsoft-ის შემთხვევაში გვაქვს 1.9%-იანი კლება დაახლოებით და გვაქვს ასევე მცირედი კორექცია ამ შემთხვევაში გულისხმობთ Saudi Aramco-ს, მოკლედ ასეთია არსებული ვითარება.